საქართველოს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს 14 კაციანი დელეგაციის წარმომადგენელთა შორის განათლების, ჯანდაცვის და სპორტის მინისტრებიც არიან. პირველი შეხვედრა მათ ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან ჰქონდათ. ყირგიზ კოლეგებს ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში გატარებული რეფორმები გააცნო, ესაუბრა სოციალურ საკითხებზე, საპენსიო სისტემასა და დაზღვევაზე. შეხვედრას ყირგიზეთის ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრი ესწრებოდა. სამგზავრო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია კახეთში გამგზავრებასაც გეგმავს, სადაც ანდრია ურუშაძე მათ საგარეჯოსა და წნორში ახლად გახსნილ საავადმყოფოებს დაათვალიერებინებს. 14 კაციანი დელეგაციის წევრები ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი, ახალგაზრდობის მინისტრიც არიან. ისინი შეხვედრებს სხვა ქართულ მინისტრებთანაც გეგმავენ. ხელმძღვანელობასთან ერთად არიან მინისტრი სოციალურ სფეროში და მინისტრი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ გავაცნობთ რეფორმებს ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში და ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ, გაუზიაროთ გამოცდილება, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, სწორედ საქართველოს მიმართ, რომელიც მან ყირგიზეთში ჩაატარა. ჩვენ დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს შევხვდით. შეხვედრაზე სოციალური საკითხები განვიხილეთ, გავეცანით იმ რეფორმებსა და პროგრესს, რასაც საქართველო მიაღწია. თქვენ ძალიან კარგი შედეგები გაქვთ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. თქვენს მიღწევებსა და ინოვაციურ პროექტებს ჩვენს ქვეყანაში დავნერგავთ.